მოგესალმებით, მეგობრებო, ბიბლია ყოველ დღე. სახელითა მამისათა, დაძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენ ვაგრძელებთ დღეს კითხვას სწავლას წმინდა წერილის ახალი აღთმა მათეს სახარება თავი 24. და გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ეჩვენებინათ ტაძრის შენობები. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები გამარტოები და უთხრეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი? მიუგო იესომ და უთხრა მათ: გავფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ. ვინაიდან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ქრისტე ვარო და მრავალს შეაცდენენ. ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს იცოდეთ. შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერის წინააღმდეგ და სამეფოს წინააღმდეგ და იქნება შიმშილობა, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია. მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და მოგიძულებთ ყველაერი ჩემი სახელის გამო. მაშინ ცნუნდებიან ბევრნი, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთმანეთს. მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს შეაცდენენ. და რა კი გამრავლდება უჟულოება, მრავალს გაუნულდება სიყვარული. და დღესაც ჩვენ ვიცით, რომ გაქვავებულია თითქოს და ეს სიყვარული, ადამიანის გულები, ხო? ბოლომდე დამთმენი კი გადარჩება. ეკადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელ სოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად, აი მაშინ დადგება აღსასრული. ამრიგად, როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს წმინდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველმა დანიელმა რომ თქვა, წამკითხველმა გაიგოს, მაშინ ვინც იუდეაშია მთებს მიაშურონ, ვინც ერდოზე იქნება, ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად, ვინც ყანაში იქნება, დაბრუნდება უკან თავისი ტანისამოსის წასაღებად. ხოლო ვაი ორსულებს და მეზუძურებს იმ დღეებში, ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს. ვინაიდან იქნება დიდი გასაჭირი, როგორც არ ყოფილა სოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება. ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავინ ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები. ესე იგი, მოდით გამარტოთ ახლა ეს მოხლები. ნახეთ, მეგობრებო, იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ტაძრის ნგრევა მიგვანიშნებს, რომ მიწიერი დიდება არაფერია, ხო და ღმერთის გარეშე ვერ დადგება. ესე იგი, უფალმა ეს წინასწარ თქვა, ხო? რათა მოწაფეები მზად ყოფილიყვნენ და ესე ვთქვათ, რწმენა არ დაეკარგათ, როცა იერუსალიმი დაინგრეოდა, ხო? უფალმა ეს წინასწარ მეტყველა, ხო? შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რომის იმპერია, ესე იგი, გაანადგურებს, ესე იგი, იერუსალიმს, დაანგრევს იქ ყველაფერს. ასევე ეს უნდა ჩვენ ასევე არის სხვა ნახეთ მნიშვნელობა, რომ ყველა მიწიერი ყველაფერი დაინგრევა, ხო? ეს ყველაფერი წარმავალია და ესე იგი, ეს ყველაფერი დროებითია. ჩვენ იქ უნდა ვაშენებდეთ, იქ უნდა ვაგროვებდეთ სათასასუფეველში, ჩვენ ესე იგი სიმდიდრე, ჩვენი სიმდიდრეა, ჩვენი მოწყალება, ჩვენი კეთილი სიტყვა, კეთილი საქმე და სათნო ცხოვრება, ხო?
ღვთისადმო ცხოვრება. ბასილი დიდი ამბობს, ომები, შიმშილობა და უბედურებები მხოლოდ დასაწყისია. თავარი საფრთხე ცრუ ქრისტეები და ცრუ წინასწარმეტყველებია, რომლებიც ბევრს მოაწყვებენ. ხო, ამიტომ ქრისტე აქ გვაფრთხილებს, ხომ, არ ავყვეთ სიცრუეს, არამედ ჟული და ლოცვა გქონდეს საფუძვლად. ეფრემ ასური ამბობს, მეგობრებო, რომ ამ დროს ადამიანები ერთმანეთის მტრები გახდებიან, ხო, სიძულვილი გამრავლდება უფრო, ხო, და სიყვარული გაცივდება. მაგრამ ვინც ბოლომდე მოთფინებით და ესე თქვა რწმენი დადგება ბოლომდე, ის გადარჩება, რა თქმა უნდა. მოთმინება და ღვთის სიყვარული არის ხსნის გზა. და ბოლო კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ გატიალების სიბილწე რას ნიშნავს? ეს დანიელის წინასწარმეტყველებაა, ძველ აღთქმაში ერთ-ერთი დიდი წინასწარმეტყველი არის დანიელი, მისი წინასწარმეტყველებებით, ესე იგი, ეს არის ანტიქრისტეს მოსვლა და ტაძრის ეკლესიის შებილწვა. მაშინ დიდი გასაჭირი იქნება, მაგრამ ღმერთი თავის რჩეულებს არ მიატოვებს, ხო, მისი წყალობით ეს დღეები შემოკლდება, ხო, რათა ადამიანების საბოლოოდ არ დაიღუპონ. შემდეგი ვაგრძელებთ ეს მოკლე გამარტება არის, მეგობრებო, უფრო მე გავაკეთებ ცალკე, ესე იგი მონაკვეთებს სახარებიდან მნიშვნელოვან, ესე იგი, სადაც არის ეს ამ ადგილებზე გავაკეთებ, კიდე დამატებით წინასწარმეტყველებს უფრო ვცლად და ამას ავტვირთავ ვიდეოზე, ცალკე იქნება, ესე თქვა, ვიდეოები ამაზე, ამ თემებთან დაკავშირებით და ამა თუ იმ საკითხზე სახარებიდან ეს ქრისტე რასაც ამბობს, ხო, სხვადასხვა, რა თქმა უნდა, მამების გამარტები და ძალიან საინტერესოა და არ გამოტოვოთ ხოლმე. და ასევე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ ყველას, რომ გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ მეტმა ადამიანმა ქართველმა მოისმინოს, ეს იქნება ემიგრანტები, ეს იქნება უბრალოდ საქართველოში მცხოვრები თუ საზღვარგარეთ მცხოვრები, ჩვენი ქართველები და უსინათლოები, ვინც ვერ ხედავენ თვალით პრობლემები აქვთ, მოусმენენ და მეწვნეთ მადლი არის თქვენთვისაც და თქვენ ამით ესე იგი შეგეწევათ ნამდვილად უფალი და თქვენს შეიტანეთ წვლილი ამ ღვთის ნების და ღვთის სიტყვის გავრცელებაში. მადლობა. შემდეგი 23 მუხლიდან. მაშინ ვინმე რომ გითხრათ, აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქ, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტენი და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოახდნენ დიდ სასწაულებს და ნიშნებს, რათა რჩეულნიც, ნახეთ, რჩეულნიც შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ. აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ. ესე იგი უფალი ამბობს, ესე იგი ყველაფერი წინასწარ გითხარითო თქვენო. და თუ გითხრან, აჰა, ის უდაბნოშია, ნუ გამოხვალთ. აჰა, ის შიდა ოთახებშია, ნუ ეწმუნებით. ვინაიდან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და თვით დასავლეთამდე, ანათებს ასევე იქნება კაცის ძის მოსვლას. ანუ უფალი უკვე მეორედ მოვა, არა ისე, არამედ მთელი თავისი დიდებით მოვა, ხო, ღმერთი. ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორმები. და მყისვე გასაჭირის იმ დღეების შემდგომზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს. ვარსკვლავები ჩამოსვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან. მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოყვება მithქმას მიწის ყველა ტომი და იხილავენ კაცის ძეს ცის ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალითა და დიდებით. მოავლინებს თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირი და შეკრებენ მის რჩეულებს 4-ვე კარტაგან, ცათა ერთი კიდიდან მეორე კიდემდე. ლეღვის საგაგან ისწავლეთ,
ანუ ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითიო, როცა მისი რტოები დარბილდება და ფოთლებს გამოისხამს, იცით რომ ახლოა ზაფხული. ასევე როცა თქვენ იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ რომ კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება. ცა და მიწა გადაევლის, ჩემი სიტყვები კი არ გადაევლიან. მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის. არც ზეციურ მანგელოზებმა, არც ძე, არამედ მხოლოდ მამამ. ვინაიდან როგორც იყო ნოეს დღეები, ხო, ისევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არ იცოდნენ, ვიდრე წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალექა. ასევე იქნება კაცის ძის მოსვლაც. მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად, ერთი წარეტაცება და ერთი დარჩება. ორნი ქვავდნენ დოლაბზე, ერთი წარეტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ ხიზლად იყავით, რადგან არ იცით რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ეს კი იცოდეთ სახლის პატრონმა, რომ იცოდეს რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავის სახლს ძირს არავის გამოათხრევინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძეკაცისა. ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს. ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს პოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას. ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და თავის გულში იტყვის, იგვიანებსო, ჩემი ბატონი, და ცემას დაუწყებს თავის თანამონებს და ლოთებთან ჭამდეს და სვამდეს. მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ ჟამს, როცა არ იცის. შუაზე გააკვეთს მას და თვალთმაქცევთან დაუდებს წილს. იქ იქნება გოდება და კბილთა ხრჭენა. ესე იგი, მეგობრებო, მოდით გამარტოთ, ესე იგი ეს რაც შეიძლება ჩვენ წავიკითხეთ ეს მუხლები და ამით ვამთავრებთ ამ თავს ძალიან მოკლედ 4 წმინდა მამამის გამარტებად. ესე იგი, იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ცრუ ქრისტეები და ცრუ წინასწარმეტყველები ადამიანებს მოატყუებენ, მაგრამ ნამდვილი ქრისტე ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ელვა მთელ ცაზე მოსვლა მოულოდნელად მოხდება, როგორც ნოეს დღეებში წარღვნა, ამიტომ ყოველთვის ხიზლად უნდა ვიყოთ ჩვენ. ბასილი დიდი ამბობს, რომ ციური ნიშან თვისებები მზის დაბნელება, ვარსკვლავების დაცემა და გვიჩვენებს, რომ დროებით სამყაროს შეცვლა, ესე იგი გარდაუვალია. კაცის ძის ნიშანი ეს მისი თქვა დიადი ძალა და აღსასრულია, ხო, ვინც რწმენითა და ლოცვით ცხოვრობს, ის რჩეულია და სარგებლობს, ესე იგი ღვთის წყალობით. ეფრემ ასური ამბობს, რომ ხიზლობა და სიფხიზლეს თვითონ ხო ეს მზადყოფნა აუცილებელია, რადგან არავინ იცის რომელ დღეს რომ მოვა უფალი. ეს იქნება მეგობრებო, შეიძლება 500 წლის შემდეგ მოხდეს, შეიძლება 800 წლის შემდეგ მოხდეს, შეიძლება ზეგ მოხდეს. არავინ არ იცის. ანუ ორი ადამიანი მინდორზე ან დოლაბზე, ესე იგი ერთი წარეტაცება და ერთი დარჩება, გვასწავლის, რომ გადარჩენა დამოკიდებულია პირად რწმენაზე და სიყვარულზე. კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ ღმერთი დაასჯის ბოროტ მონებს, ანუ რომლებიც თვალთმაქცურად ცხოვრობენ, ხო, ლოთობენ, თქვა სხვისი გულითაც ძალადობენ და ვინც ერთგულია და იგი სარგებლობს, თქვა
ვინც ერთგული არის, იგი სარგებლობს და კეთილდღეობაში შედის, ხო? მოსვლა მოულოდნელად იქნება, მეგობრებო, იმიტომ რომ ესე იგი, ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს, როგორც პატრონთან ერთგული მონა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ, დიდი მადლობა.